ბავშვს ჩაუტარდა 7 საათიანი ოპერაცია, 3 უმძიმესი ოპერაცია ჩადაიტანა. ვენები დახეთქილი იყო, გამოიფანტო. აი თბილისში რა გითხრეს, რა უნდა გაეკეთებინათ? თბილისში მითხრეს, რომ დაგვიანებული მოხვედითო. სად იყავით აქამდე 4 საათიო დაკარგულია ბავშვისთვის, ძალიან დაგვიანებული. ველოსიპედით დაშავებულ 10 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ოჯახი კლინიკის ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგარეჯვარში 10 წლის ბავშვი 3 ივლისს ველოსიპედით თამაშის დროს დაშავდა. მოგვიანებით მას ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ოჯახის ინფორმაციით თავდაპირველად ის გორის გორმედის კლინიკაში გადაიყვანეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ადგილობრივმა ექიმებმა ბავშვის მდგომარეობა სათანადოდ ვერ შეაფასეს და დროულად ვერ დაადგინეს, რომ მას ფეხის თრომბი განუვითარდა. მათი თქმით, დაგვიანებულმა დიაგნოზმა მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, რის გამოც საბოლოოდ ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო. ბავშვი ამჟამად თბილისში კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. მობძანდით ვინმე არ გაგცეთ პასუხი. არსად არ მობძანდით. როცა დრო იქნება, მაშინ მობძანდებით. ჯერ არ არის დრო. ჯერ არ არის დრო. ანუ მე რო აქ გადავადგინე შემოგვეუბნებას არ ვარ. გადადგილებაში არანაირი პრობლემა არ არის. როდესაც იღებ ჩვენ ტერიტორიას, გარედან რო ვიღებ საავადმყოფოს. კი ბატონო, თუნდაც საავადმყოფოს როცა იღებ ჩვენ ტერიტორიაზე ხარ, მომისმინეთ ბატონო, სხვანაირად ჩაიხედეთ. გავუკეთეთ საავადმყოფოს კონტროლი. ექიმებს კონტროლი. ვენები დახეთქილი იყო, ტრომბი განვითარებული ყოფილა. ჩვენ ეს არ ვიცოდით, იმიტომ რომ ექიმმა ვერ გაიგო, არ გაგვაფრთხილა. თუნდაც რომ შევეშინებინეთ, რომ სასწრაფოდ ჩვენ თვითონ გადაგვაყვანათ ბავშვი, რომ ბავშვში სასწრაფოდ მიგვეხედა. 2 საათიანი დაგვიანებით რეამობილი მოვიდა. მერე სანამ თბილისში შევედით ინგოროყას კლინიკაში. შემდეგ მეორე დღით 4 საათიანი ლოდინის შემდეგ რო გვეგონა რომ აღდგებოდა ფეხი ფერ შეიცვლი და რაღაცა სიახლე წამოვიდა სიკარგისკენ, ექიმი ტირილით გამოვიდა და გვითხრა, რომ იზოლებული ვარ, ფეხი მოუკვეთო. დიდი ჭრილობაო არ არისო და არც არტერია არ აქვს გაჭრილიო. უბრალოდ ძარღვებიაო, დახეთქილიო და ვენური სისხლდენაო. ვაბარალებს მე ექიმებს უყურადღებობას, რომ გამოიძახეს, არ მიუთითეს, რომ იყო მძიმე პაციენტი. ბავშვის ოჯახი პოლიციაში საჩივრის შეტანას გეგმავს და ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ამ დროისთვის კლინიკა გორმედის პოზიცია ცნობილი არ არის.